Demografia სერიოზული პრობლემა გახდა საქართველოსთვის განსაკუთრებით ბოლო წლებში. პრობლემაა ერთი, რომ მცირდება შობადობა, სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი, მაგრამ სამწუხაროდ ის უფრო მეტია ვიდრე შობადობა. წინა წლებში, როდესაც შობადობა უსწრებდა, მაშინ მიგრაციის ხარჯზე მოსახლეობა მაინც მცირდებოდა. ახლა კი ორი უარყოფითი ფაქტორი გვაქვს, ხო? ერთი არის რომ შობადობაა შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზე დამოუკიდებლობის ისტორიაში 40,000-ზე მეტი და ნაკლები უпростоრად ახალშობილი არ დაბადებულა ერთი წლის განმავლობაში. და ეს მოხდა შარშან 2024 წელს. და ამას ემატება ის, რომ მუდმივი მიგრაცია ქვეყნიდან და რის მიზეზიც არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პირობები, დაბალი ანაზღაურება ან სამუშაო ადგილების არარსებობა. ეს გრძელვადი ეს მოცემულ პერიოდშიც გვიქმნის პრობლემებს თავისთავად და გრძელვადიან პერიოდში რა თქმა უნდა დამატებით პრობლემას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, რადგან მოსახლეობა ბერდება, ასე ვთქვათ, ანუ ხარჯის გასაწევი, გამწევი, ვინც უნდა დააფინანსოს, ვთქვათ, პენსიონერების პენსია, სახელმწიფო უწყებების მუშაობა, პოლიცია, ჯარი და ასე შემდეგ. ამ გადასახადის გადამხდელი რჩება ცოტა, ხოლო სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა, პენსიონერთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამას გრძელვადაში, რომ ანაზღაუროს, ხო, შემცირებული მუშახელით. ეს საკითხავია და დიდი ეჭვმა აქვს, რომ ვერ შეძლებს თუ ასე გაგრძელდება. დიახ. ახლა კი გადავიდეთ თუ შეიძლება თქვენ ვერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ბევრი ასპექტია, ასე ვთქვათ, საინტერესო, მაგრამ ერთ კონკრეტულ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ანგარიში აღნიშნულია, რომ აი როგორც ვახსენეთ, წლევანდელი მარტის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 10%-ია შეყვანილი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, ანუ დაახლოებით 370,000 ადამიანი, მათ შორის ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა ვერ ახერხებს ხო კრედიტების დროულ და სრულფასოვან გასტუმრებას. რამდენად კრიტიკულია აი ეს ციფრი და საერთოდ როგორია ტენდენცია? ხო, შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო მონაცემებია, ჩვენ ხშირად ვაკვირდებით კრედიტინფო საქართველოს ყოველთვიურად აქვეყნებს საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში თუ რამდენ ფიზიკურ პირს ან აქვს სესხი, რა მოცულობის სესხი აქვს, ასევე რამდენ ადამიანს აქვს პრობლემა სესხის გადახდასთან დაკავშირებით და 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. და ეს ტენდენცია სამწუხაროდ არის მზარდი პრობლემური სესხების მხრივ. უფრო მეტი და მეტი ადამიანი ყოველთვიურად ხდება ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, ანუ მასზე ჩნდება ნეგატიური ჩანაწერი, რომ ის ვერ ახერხებს 30 დღით და მეტით სესხის გადახდას. მოსახლეობის 10% სრული მოსახლეობა ვიგულისხმობთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ აქ უნდა გამოვაკლოთ ბავშვები, თქო საპენსიო ასაკის მოსახლეობა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, რაც რჩება, აქ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ მეხუთეს აქვს პრობლემა სესხის გადახდასთან დაკავშირებით. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას რეალურად აქვს სესხი, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ საბანკო სესხზე. აქ შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, აქ არის სალიზინგო კომპანიები, ეგრეთ წოდებული სესხის ამომღები კომპანიები და ლომბარდები. რაც შეეხება პრობლემურ ვალდებულებებს, რომელიც 370,000 ადამიანს აქვს, უნდა ითქვას, რომ მათ მინიმუმ ერთი გადაუხდელი პრობლემური სესხი მაინც აქვს. საშუალოდ აქვს ორი მაინც. შეიძლება ზოგს ერთი ქონდეს, ზოგს 3 და 4, მაგრამ საშუალოდ ასე გამოდის, რომ ერთ ადამიანს ორი პრობლემური ვალდებულება აქვს, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სურათს გვაჩვენებს, ამას რაღაც დამატებით აქვს მათემატიკა ჭირდება და არის სოციოლოგიური კვლევა, ეს გვაჩვენებს თუ რა ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ან 30 დღეზე მეტი და წარმოიდგინეთ წელი და უფრო მეტი რომ გრძელდება დავალიანება, ეს ფაქტობრივად არის უიმედო სესხები, რომელზეც მუშაობენ, ეს ვთქვათ, ეს სესხის ამომღები კომპანიები, რომელთანაც მოხდა მათ შორის აი ძველი გახსოვთ ეს ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ჩამოწერილი სესხები, ჩამოწერილი მათთვის, მაგრამ გადაეცა თქვენ სესხის ამომღებ კომპანიებს. ასევე ლომბარდებში, სადაც სესხს იღებს არა მხოლოდ ის, ვისაც შემოსავალი აქვს, არამედ სესხს იღებს ასევე თუნდაც სოციალურად დაუცველი, რომელსაც შეიძლება რაღაცა ოქროს ნივთი კონდეს ოჯახში, რაღაცა ქორწინების ბეჭედი პირობითა და ძალიან ბევრს ესეც დალომბარდებული აქვს, ასე შეიძლება ითქვას და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ვერ იხდიან. ესენი ჩახსნილი არიან თან ყველანაირი ეკონომიკური პროცესისგან სამწუხაროდ, ხო, იმიტომ რომ ვალს როდესაც ვერ იხდი, იქ უკვე ანგარიშების ყადაღაც და ქონების დაყადაღებაზეც მიდის საქმე. შესაბამისად, ეს არის ჩემი აზრით ძალიან კარგი მაჩვენებელი
იმისი თუ რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ეკონომიკური და ვთქვათ ის რიცხვები, რასაც ხშირად მთავრობა რითი სწრაფახოს რაღაცა ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს სოფლიოში ეკონომიკური, რეალურად გვაჩვენებს თუ რამდენად არათანაბარად არის ეს შემოსავალი განაწილებული, სოციალურად დაუცველების რაოდენობა იზრდება და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა სამწუხაროდ წლიდან წლამდე იზრდება და ეს თან მოდის არასაბანკო დაწესებულებებზე, ანუ არასაბანკო კომპანიებზე, ასე ვთქვათ. ბანკების წილი შედარებით ნაკლებია პრობლემურ პორტფელში. 2/3-ზე მეტი მოდის არასაბანკო დაწესებულებებზე, რადგან იქ როგორც წესი ხვდება ვთქვათ ამომღებ კომპანიებში ხვდება უკვე ჩამოწერილი უიმედო სესხები, ხოლო ლომბარდებში კი უკვე ვახსენეთ, რომ შეიძლება სესხი აიღოს მათ შორის ადამიანმა, რომელსაც არც სამსახური აქვს და არც ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. დიახ, და ბოლოს კითხავთ, აი რამდენად აისახება მსოფლიო ბაზრებზე არსებული საკმაოდ ისეთი მერყევი და მათ შორის გაურკვეველი ვითარება ქართულ ბაზარზე და აი მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით სპეციალისტები ამ თვალსაზრისით. ხო, იმედია რომ ეს გაურკვევლობა რაც ტრამპის ნაბიჯებმა გამოიწვია და ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკამ ბოლო დღეებით, ასე ვთქვათ, იმედია ამოიწურება და ეს გაურკვევლობაც დასრულდება, რადგან ხო, ერთია, როდესაც ვსაუბრობთ რომ საქართველოს მესმის რომ მცირე ეკონომიკაა, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან გადაჯაჭვული ვართ ხო მსოფლიო ეკონომიკასთან, მათ შორის ფასების კუთხით. ჩვენი სამოხმარებლო კალათის 80% არის იმპორტირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე რა ფასი ექნება სურსაც, ხო, იქნება ეს ხორბალი თუ შაქარი, რა ფასი ექნება ნავთობს. ჩვენ ამ ყველაფრის მომხმარებლები და იმპორტიორები ვართ. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით ვერც ერთ ამ პროდუქტს. მათ შორის პირველადი მოხმარებით ძალიან ბევრ პროდუქციას, რაც თავისთავად ხვდის მოწყვლას, ასე ვთქვათ, ხო, ჩვენ აი ცვლილებების მიმართ, ამ მერყეობების მიმართ, რაც სოფლიოშია, იმდროს მუსმედი სინგაპურის პრემიერი საუბრობდა რაღაცა მოსავლელ პრობლემებზე. სინგაპური არის ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილების სოფლიოს 5-ში შედის. წარმოიდგინეთ, მათი პრემიერის კი ნერვიულობს და ეხა ჩვენაირი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ფურცელზეა ეს ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობა 700,000 ადამიანი სოციალურად დაუცველია, მათთვის ესეთი მერყეობები მსოფლიო ეკონომიკაში და გლობალურ ბაზრებზე თავისთავად კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია. შეიძლება ბევრმა ჩვენო ეხა მაყურებელმა და მსმენელმა იფიქროს, მე რაში მეხება ტრამპის თქვა და ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის სატარიფო ომიო, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან საქართველოში ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორები. ამერიკა პირველ ადგილზე ავტომობილების, ანუ ნებისმიერი სატარიფო გადაწყვეტილება, რომელიც ამ ორ ქვეყანაში მიიღება, საბოლოო ჯამში შეეხება საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შემოსავალი აქვს, ან როგორი პოლიტიკური განწყობა აქვს ამ ადამიანს. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ასე დროს მით უმეტეს განმზობითი პოლიტიკური კრიზისი, რაც ეკონომიკური კრიზისის ნიშნებსაც აჩენს, კიდევ უფრო დამატებით საფრთხეებს ქმნის ჩვენს ეკონომიკაში და ის პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაცია, თქვათ იგივე ჭარბვალიანობის და ეს სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელ პრობლემებად დარჩება, თუ საფუძველი არ აღმოიფხვრა პრობლემის და პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდა და საქართველო არ დაადგა იმ გზას, რაც არის თქვენი ტელევიზიის სახელწოდება ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უფრო მეტი ურთიერთობა, რომელიც არის ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი უკვე 35 წელია.